Ania Caucasus ეთერში თქვენ უყურებთ გადაცემა ბარიერს. მე მისი წამყვანი ჟურნალისტი ირაკლი კორძაიავა, როგორც გადაცემის შესავლიდან შეიტყეთ აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებულ უკანასკნელ ცვლილებაზე ვისაუბრებთ. მე დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩვენი დღევანდელი ეთერის სტუმრებს. ანი მიროტაძე, დეპუტატი, ფრაქცია ქართული ოცნება ეროვნული ფორუმი, ბატონი ირაკლი ქადაგიშვილი, პარტია თავისუფალი დემოკრატები, ბატონი ზაზა ვეკოა, თბილისის საკრებულოს დეპუტატი, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან და პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე. დიდი მადლობა ოთხივეს გადაცემაში სტუმრობისთვის. ვფიქრობ, სავსებით ლოგიკური იქნება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლით დავიწყოთ და ანის ვკითხავ, ოფიციალური ვერსია მოვისმინეთ, თავად ბატონმა შავლიაშვილმა განაცხადა, რომ მას გარკვეული პრობლემები აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, თუმცა არ არის თქვენთვის ალბათ დამალული ის, რომ ძალიან ბევრი სხვა ვერსიაც არის. მე მინდა თქვენგან მოვისმინო გარკვეული განმარტებები უკანასკნელ, აი კონკრეტულად ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. ხო, მოგესალმებით პირველ რიგში, მოგესალმებით მაყურებელს. შესაძლოა არის ერთი მიზეზიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, თუმცა მე არ მაქვს ამოწურავი ინფორმაცია, რასთან გვაქვს საქმე და მე ბატონ დავით უსურებ გამოჯანმრთელებას თუ მას მანამდეულად აქვს ესეთი პრობლემები და მიმაჩნია რომ ძალიან ბევრი რამე გაკეთდა მისი მინისტრობის დროს, თუმცა მე ვარ ის ადამიანი, ვინც ფიქრობდა და ფიქრობს და აბსოლუტურად ღიად მაქვს ნათქვამი ამის შესახებ, რომ ალბათ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ძალიან საჭირო და დროში ძალიან სწრაფად უნდა მოგვარებულიყო, ისე ვერ განხორციელდა განსაკუთრებით 2014 წელს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის მისი გათავისუფლების საფუძველი. მე ვამბობ რა რეალობა იყო, რა მერჩია მე, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს რომ ყოფილიყო. რა საზრდოებდა ამ რეალობას მიზეზი რა იყო თქვენი აზრით? იცით, მე არ ვიცი ხა, შესაძლოა ვთქვათ, ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს სუბიექტურიც და ობიექტურიც, მაგრამ არ შევჩერდები ამაზე. მე ერთი რამე რაც ვიცი, რაც მომწონს არის ის, რომ თუ ესა თუ ის მაღალი თანამდებობის პირი ვერ ასრულებს კარგად მასზე დაკისრებულ მოვალეობას, არ არის ძალიან მტკივნეული და კატასტროფული ის, რომ მან შეიძლება დატოვოს თავის პოზიცია და მის ნაცვლად დაინიშნოს სხვა. ეხლა რაც შეეხება მის შემცვლელს, მე მესმის ხა როგორი რამდენიმე თვის წინ ბატონი ნოდა თვითონ აცხადებდა იმის შესახებ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში რაღაცები არ მოსწონდა, ამიტომ მე ხა ვუსურებ, რომ ის რაც არ მოსწონდა, რაც შეიძლება სწრაფად გამოასწოროს და პირველი შედეგები დავინახოთ. მე ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ბატონო და ვთქვით კარგად. ერთი იმიტომ რომ დღესაც განაცხადა, რომ 3 კვირის განმავლობაში მან 3 თუ 4 ტენდერი თავად ჩაშალა, იმიტომ რომ ტენდერში მონაწილეობდა ერთი კომპანია და მას გარკვეული კითხვები გაუჩნდა. მე ერთი რაც ზუსტად ვიცი, გარდა იმისა, რომ ბატონი ნოდარი არის პროფესიონალი, ის არის ძალიან პრინციპული ადამიანი. ამას არ ვამბობ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთი პოლიტიკური გუნდის წევრები, გულისხმობ კოალიციას, მე მასთან მიმუშავია პარტიულ ფორმატში ბევრი წლის განმავლობაში და ასე რომ ვიცი მისი საქმიანობის შესახებ, ასევე ვიცი, რომ თუ იქნება კონკრეტული პირები იმ სამინისტროში, ვინც თქვათ მას მუშაობაში ხელს შეუშლის, ასევე ვარ დარწმუნებული, რომ ის ამის შესახებ ისაუბრებს და მიმაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტურად ნორმალური. მე არ ვიცი სხვა როგორ უყურებს ამას, რომ არა უნდა დავამალოთ, არა არ შეიძლება ვთქვათ ის თქვათ, რაც არ მოგწონს და ასე შემდეგ, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად ნორმალური პროცესია, ვთქვათ, რომელიმე პოზიციაზე გვაქვს წარუმატებლობა, ან არ არის ის შედეგი, რომელიც გვჭირდება, ვფიქრობ, რომ მთავრობა, ხელისუფლება, ესა თუ ის მაღალჩინოსანი, მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ შესაძლოა ის ადგილი, ის პოზიცია დაიკავოს სხვა ადამიანმა, იმიტომ რომ ჩვენ, მე პირადად ვიცი ერთი რამე კარგად რა, ხელისუფლებაში მოსვლა, გარდა იმისა, რომ ხარ პრივილეგირებულ მდგომარეობაში, ნიშნავს თვითპასუხისმგებლობას, როცა გაქვს ეს კარგად გაცნობიერებული, იმ დღიდან უნდა იყო მზად იმისთვის, რომ შეიძლება ვთქვათ, შედეგის ვერ მიღების ან იმ შედეგის ვერ მიღების შემთხვევაში, რომელიც არის საჭირო, ის პოზიცია აღარ იყო იმ პოზიციაზე. ასე რომ ვფიქრობ, რომ არაფერი ამაში უცნაური არ არის. ასევე ვფიქრობ, რომ ბატონი შავლიაშვილი საკმაოდ წარმატებული ადამიანი, ახალგაზრდა კაცია, მას ჯერ კიდევ ბევრი რამე წინ აქვს და კიდევ ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ
როდესაც ადამიანი ჩვენი გუნდის წევრი მიდის ამა თუ იმ პოზიციიდან, თქვათ მინისტრის პოზიციიდან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის მიდის გუნდიდან და ან თქვათ არ მოხდება მისი სხვა პოზიციაზე გამოყენება, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ მე ამ შემთხვევაში არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ მე ვისურვებდი რომ მან შესაბამისი პოზიცია დაიკავოს, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ის ძალიან ჭკვიანი ბიჭია, არ ვიცი ხა რამდენად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენად მისცემს შესაძლებლობას, მაგრამ ერთი რამე ვიცი ზუსტად, რომ გუნდში ყველას რესურსი უნდა იყოს გამოყენებული. კეთილი, მადლობა. ბატონო ირაკლი, თქვენი პარტიის ლიდერი იყო ერთ-ერთი მინისტრი, რომელიც საკადრო ცვლილებას ასე თქვა შეეწირა. შეგიძლიათ გარკვეული პარალელები გავუყუროთ, რაიმე ანალოგიას ხედავთ შავლიაშვილსა და ალასანიას შორის? საკადრო ცვლილებას არა, მე ვიტყოდი პოლიტიკურ ვითარებას. დღევანდელი საკადრო ცვლილებაც ალბათ ასე თუ ისე პოლიტიკურ სიფრთხეზე დევს. იცით რა არის, მე დავიწყებდი იმით, რომ ბატონ გიორგი შავლიაშვილს პირველ რიგში უსწორებდი ჯანმრთელობას და მისი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი არ ყოფილიყოს ჯანმრთელობა. ჯობია ეს ახალგაზრდა კაცი იყოს ჯანმრთელი, ვიდრე თქვათ სინამდვილეში ჭირდეს რამე ისეთი სერიოზული პრობლემა, რაც მას სამსახურზე ხელი ააღებინა. მაგრამ მე მაინც რატომღაც ეჩვენებარება რომ მხოლოდ ჯანმრთელობა არის მიზეზი ამისა, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული თქვათ ჯანყარაშვილის კლანის არ ვიცი გაწმენდა გასუფთავების პროცესის ერთ-ერთი წევრი იქნებოდა შავლიაშვილი უკვე დიდი ხანია ამაზე ყველა კულუარებში და ყველგან საუბრობენ. ეხლა რაც შეეხება პარალელების გავლებას, ხო, მე დავიწყებდი თავიდან, როდესაც 2012 წელს ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა, მაშინ ჩემთვის ნათელი იყო ამ მთავრობის ჩამოყალიბების, ასე ვთქვათ, გენესისი, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ეს იყო გუნდი, რომელიც აი ამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჩამოყალიბდა და მეტნაკლებად საპარლამენტო თუ სამთავრობო პოზიციები კოალიციური გადაწყვეტილების, ასე ვთქვათ, ჭრილში იქნა მიღებული. პრინციპში კოალიციის ყველა წარმომადგენელი, ყველა სუბიექტი თანამონაწილე იყო აი ამ პოლიტიკური დანიშვნებისა თუ პოლიტიკურ პოზიციებზე ადამიანების წამოწევისა. და ეს მე ვფიქრობ არის ჯანსაღი დემოკრატიული პროცესი, როდესაც პოლიტიკოსები ხდებიან და ღიად ჟელობენ ამ საკითხებზე. მის შემდეგ წავიდა პროცესები, ასე ვთქვათ, კულუარული მიმართულებით. როდესაც რამოდენიმე მინისტრი დაინიშნა ისე, რომ არ ყოფილა ეს პრინციპში კოალიციის განსჯის საგანი, არამედ იყო კოალიციის წინაშე უკვე წარდგენა, რომ ეს ადამიანი იქნება და ეხლა მოდი ზედმეტ უხერხულობას ნუ შექმნით. და ასევე კოალიციის შიგნით განვითარებული მოვლენები, რასაც ვთქვათ, იგივე ირაკლი ალასანიას მოხსნა წამოსვლა გარკვეული რეზონანსი ბატონ ირაკლიმ დებგულისხმობ მინისტრების ცვალებაზე შეცვლას, ანუ პირველი, ასე ვთქვათ, პირველი რეზონანსი მაინც ყველაზე რეზონანსული სწორედ იყო ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებული მოვლენები. ამას მოყვა მერე შემდეგ იგივე პროკურატურაში, ჯერ მანამდე იყო პროკურატურაში, მერე შინაგან საქმეთა სამინისტროში და ასე შემდეგ. მაგალითად ბატონი ალექსანდრე ჭიკაიძე თქვენი პარტიისთვის კონკრეტულად დამაკმაყოფილებელი კანდიდატი იყო, ის მიგაჩნდათ ღირსეულ კანდიდატად შესაძლოა. არ მგონია რომ ის ჩვენთვის ღირსეული კანდიდატი ყოფილიყო. მაშინ არ გისაუბრიათ ამაზე ხო? ამაზე ალბათ ახლა მე პირადად არ ვესწრებოდი ამ საუბრებს, მაგრამ ეს თემა როგორც გითხარით, ესე გადაწყდა დაახლოებით, როდესაც კანდიდატს უკვე გთავაზობენ. და ანალოგიურად შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტილებების მიღების ამ პრაქტიკამ თავისი შედეგი გამოიყო და იგივე ის მომენტები, რაც და მე განვითარდა ირაკლი ალასანიასთან მიმართებაში, ამის კულმინაცია და ამის ლოგიკური ჯაჭვის დასასრული თუ გაგრძელება იყო. თუ შეიძლება მე ავწოთ ბატონ ირაკლის მინდა უპასუხო, რომ ესე თავს მოხვეული არც ერთი კანდიდატურა არ ყოფილა. მე ვიყავი იქ, ვესწრებოდი გნებავთ ნებისმიერი მინისტრის წარდგენის პროცესს. კი, შესაძლოა, როდესაც მოდის პრემიერ-მინისტრი, მას ჭირდება თავის გუნდი და პოლიტიკური გუნდი, ამ შემთხვევაში უკულისხმობ კოალიციას, განსაკუთრებით პარლამენტში წარმოადგენელს, მას აძლევს იმის შანსს, რომ ამ გუნდმა სცადოს რა შესაძლებლობები აქვს. მე არ მახსენდება არც ერთი ფაქტი, თუ ბატონ ირაკლის აქვს ასეთი სიამოვნებით მოვისმენ, რომ ვინმემ ჩვენ გვაიძულა რომელიმე კანდიდატურასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად ის უნდა ყოფილიყო და არც განსაკუთრებული წინააღმდეგობა არ მახსოვს რომელიმე პოლიტიკური ძალის ან კონკრეტული ჩემი კოლეგის მხრიდან. ანუ
მოცემულობა გვაქვს ასეთი, მოვიდა ახალი გუნდი, მან მოიყვანა, მოვიდა ახალი პრემიერ-მინისტრი, მან მოიყვანა თავის გუნდი, ჩვენ მას ხარი დაუჭერეთ. ის მერე როგორ განვითარდა, თქვათ, ვინ გამოიჩინეთ, ვინ ვერა, ვინ იყო წარმატებული, ვინ ვერა, ვინ თქვათ, უფრო შესაძლოა მომავალში კიდევ უფრო წარმატებული იქნება, ეს უკვე არის პროცესი. და მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენ ან იმ მოცემულობიდან, რაზეც ჩვენ მოვედით. და რაც იყო ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლამდე და ვიცით ყველამ რაც იყო, როგორი მემკვიდრეობაც დაგვხვდა. ასე რომ მე მესმის შესაძლოა არის ძალიან ბევრი შეცდომა, მაგრამ ერთი რაც ზუსტად შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ჩვენ ფუნდამენტური შეცდომა არ დაგვეშვია, რომელიც დააზარალებდა ჩვენ საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას. ვიტყოდი რომ მაინც ასე ვთქვათ, ახლა ცოტა ახალი ხილია ჩვენთან, შეიძლება ასე ვთქვათ, კოალიციური, რეალური კოალიციური თანაცხოვრება, ამიტომ როდესაც საუბარია პრემიერ-მინისტრს თავისი გუნდი ჭირდება, ამ შემთხვევაში მე მაინც ვიტყოდი ესე, რომ პრემიერ-მინისტრი არის იმ საერთო გუნდის თავი და გადაწყვეტილების მიღება მართლა უნდა ხდებოდეს რეალურად კოალიციაში, კოალიციის სუბიექტებს შორის და არა ვთქვათ ისე, როდესაც პრემიერ-მინისტრი უკვე მომზადებული და გამზადებული გადაწყვეტილებით მოდის და რა თქმა უნდა, ეგ შეიძლება ელემენტარულად უკვე სჯაბაასი და მსჯელობა იმ სიღრმემდე ვეღარ ჩადის ხოლმე. წესს ვთხოვთ და მოდი ზაზა ვიკურას ფიქრობს ამ ყველაფერზე მოვისმინოთ. შემდეგ ალბათ ახოთ. მოსაზრებები მინდა თავში ვთქვა, რომ ისევე როგორც ქართული ოცნება, ასევე თავისუფალი დემოკრატები ვერ გაიქცევიან იმ პასუხისმგებლობას, რაც ეხება საკადრო ცვლილებებს. რაც შეეხება დღეს განხორციელებულ ცვლილებას, ჩვენ ნამდვილად ეხლა ჯანმრთელობაზე არ ქილიკობენ და მართლაც გვეთქვათ, რომ ჯანმრთელობის პრობლემა არ კონდეს. ამ შემთხვევაში ძალიან გასაკვირია, როდესაც ჩვენ რამდენიმე თვის წინ დაინიშნა ბატონი ნოდარი და რომელიც ძალიან ომახიან განცხადებებს აკეთებდა მინისტრის მოადგილე, მინისტრის მიმართულებით და მინისტრი ძალიან ესე ვთქვათ თავშეკავებულად პასუხობდა. ანუ აქ ჩვენ ყველამ კარგად ვიცოდით, რომ მხოლოდ დღეების ფაქტორი იყო ის, რომ ეს მინისტრი შეიცვლებოდა, ეს ყველამ კარგად იცოდა. ზოგადად რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ალბათ მიდგომა იყო ძალიან კოალიციაში, რა თქმა უნდა, რასაც ბატონი ირაკლი ბრძანებს პოლიტიკური გადაწყვეტილება ერთია, მაგრამ გარდა ამისა არის გადაწყვეტილება რაღაცის კოალიცია სწორედ ეს აქვს უარყოფითი რაღაცის გამო ვიღაცამ რაღაცა უნდა დათმოს. მე არ ვიცი ვინ როგორ ადათმო, ყოველ შემთხვევაში კადრების კუთხით ნახეთ, რომ გვაქვს საშინელი მდგომარეობა. ყველა ის დანაპირები, განსაკუთრებით მინდა გამოყვა ხა ბატონმა კიდევ ასე ვთქვათ, რომელ სფეროში ხედავთ ამ საშინელ მდგომარეობას? ბატონმა ირაკლიმ ბრძანა, რომ ეს დაიწყო, როდესაც თავდაცვის მინისტრი ბატონი ირაკლი ალასანი. არა, მე მინდა ვთქვა, რომ ეს დაიწყო მაშინ, როდესაც მთავარი დანაპირები, რაც იყო სამართლებრივი ადგენა და როდესაც დანიშნეს ტყვილაშვილი, ნაცვლიშვილის წყვილი საქართველოს პროკურატურაში. ეს იყო მთლიანად, ეს არის ის გაფუჭებული საქმეები, რომელსაც ზოგს ეშველება, ზოგს შეიძლება ვეღარც ეშველოს. ეს არის ის საქმეები, როდესაც ადამიანები, რომლებიც მართლაც ელოდნენ, რომ ქართული ოცნება მოვიდოდა და ისინი სამართლიანობას მიაღწევდნენ, აქ არის ყველანაირ სამართლიანობაზე საუბარი, აქ არის იმ საქმეებზე, სისხლის სამართლის საქმეებზე, აქ არის ქონებრივ დავებზე, რომლებიც ფაქტურად თაროს ქვეშ იყო არის ამოდებული. გარდა ამისა, მინდა გითხრა და ჩვენ არაერთი ბრიფინგი მიუძღვენი და არაერთხელ განვაცხადეთ, კიდევ ის პროკურორები, რომლებიც დღესაც მუშაობენ, კიდევ ის ძალონებში, რომლებიც დღესაც მუშაობენ, ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები და უამრავი შემთხვევაა ჩვენთანაც მოდიან საკრებულოში, როდესაც აკითხავენ ამ თუ იმ საქმეზე და უბრალოდ ფაქტურად იძიებს ისევ ის პროკურორი ან მისი მეგობარი, რომელიც იგივე ოთახში ზის. ამ შემთხვევაში თქვენ საუბრობთ თქვენი პარტიის სახელით? დიახ, დიახ. მე მაშინ ჩაგეძიებით შეიძლება. თქვენი პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი არის საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე, მინისტრის მოადგილეები არიან და თუ არ ვცდები. ჩვენი პარტიის არც ერთი წარმომადგენელი, ჩვენი ბატონი ვირსიაშვილი არ არის თქვენი პარტიის. არა, ბატონი ვირსიაშვილი არ არის და არც გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე არ არის თქვენი წარმომადგენელი. გარემოს დაცვის პირველი მოადგილე არავინ. ნამდვილად. არა, მე უბრალოდ მახსოვს, რომ თქვენ პარტიაში არა, ჩვენ არა, შეიძლება თქვენ გახსოვთ ძალიან დიდი ხნის წინ, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ როდესაც 2012 წლის არჩევნების წინ ქალბატონი ბურჯანაძე მისათვის ხმები არ გაყოფილიყო და იმისათვის რომ მართლაც ნაციონალური მოძრაობა წასულიყო პოლიტიკიდან გაემართვა ქართულ ოცნებას, მართლაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარტიას არ მიიღო მონაწილეობა, შესაბამისად სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა საარჩევნო
პერიპეტიებში მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი პარტიის წევრები, მე შემიძლია გითხრათ, რომ ბევრმა მათგანმა მართლაც გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრები აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ არის. ეს შემიძლია პირდაპირ გამარჯვება რომ გამარკვიეთ კი ბატონო. არც ერთი წელი. თუმცა თუ იქნებოდა, მე ვფიქრობ, რომ არც ეს არ იქნებოდა. არანაირი. ალბათ არ იქნებოდა. ჩვენ რასაკვირველია, არ ყოფთ მართლა, არ ყოფთ ამ ნიშნით, რომ ვიღაც არ არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი, მას არ უნდა ეკავოს ის პოზიცია, რომელიც შეიძლება ყველაზე ეფექტურად განახორციელოს იქ თავის შესაძლებლობების გამოვლენა, ანუ ჩვენ ესეთი დამოკიდებულება ნამდვილად არ გვაქვს. მე ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ მე გახლავართ საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარე და როდესაც ჩვენი სწორედ ის იყო მოთხოვნა, რომ ის რაც ნაციონალურ მოძრაობამაც კი გაიმეტა, რომ დაუშვათ მონაწილეობა ან კომისიებში რაღაცა დაეთოთ, პირდაპირ შეგიძლიათ იკითხოთ, არ დამალავეთ, მაშინ ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ამიტომაც ყველა წამყვან თანამდებობაზე კომისიის თავმჯდომარები და წევრები უნდა ვიყოთ ჩვენ. ეს ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს, რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, მე მინდა გითხრათ, რომ აქ არ არის კონკრეტულ პიროვნებებზე, ეს არის პარტიის გადასაწყვეტი, თავმჯდომარის გადასაწყვეტი, რეალურად მიიღებს თუ არა პარტია კოალიციაში ან მთავრობის დაკომპლექტებაში მონაწილეობას. ეს საკმაოდ რთული საკითხია და მინდა გითხრათ, რომ ესე უბრალოდ რომ ვიღაცა დაუშვათ სადღაც წავიდეს მინისტრთან მოადგილედ, ნამდვილად არ გადაწყდება. კეთილი, ხათუნა გისმენთ. დავიწყოთ იმით, რომ კოალიციური მთავრობა, ქართული ოცნების მთავრობა იყო ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, ის რეალურად მოვიდა იმ პარტიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მთავრობით, რომლებითაც მან კოალიცია დააკომპლექტა, რომლებიც შევიდნენ პარლამენტში და ამის თანაბრად იყო გადანაწილებული, იყო რა თქმა უნდა პრიმატი ქართული ოცნების უშუალოდ პარტიის დაკომპლექტებისას, მაგრამ ყველა პარტიას თითქმის თანაბარი კვოტა ჰქონდა. მას მერე რაც ის გადადგა და პოსტი დაუთმო ირაკლი ღარიბაშვილს და აქაც სრულიად ლოგიკური იყო, მას პირველ ეტაპზე მისცა სრული საკადრო კარტ ბლანში. ამიტომ მე ძალიან კარგად მესმის, როცა დღეს თავისუფალი დემოკრატები ამბობენ, რომ მათ ფაქტობრივად არც მიუღიათ აქტიური მონაწილეობა მთავრობის დაკომპლექტების პროცესში, ალბათ მეორე მთავრობა იგულისხმება, იმიტომ რომ ის იყო პირადად ირაკლი ღარიბაშვილისთვის მიცემული კარტ ბლანში, იყო ახალი პრემიერი, სრულიად ასეთი ახალგაზრდა და გამოუცდელი ამ საქმიანობის სფეროში და მე ვფიქრობ, რომ მისაღები იყო, რომ მას იმისათვის რომ გაადვილებოდა მუშაობა, თავისი გუნდით მოსვლის საშუალება მიეცა. სხვა თემაა გამართლა თუ არ გაამართლა ამ გუნდმა და ის რომ შავლიაშვილი მოიხსნებოდა, ამაზე ვსაუბრობდით ჯერ კიდევ მაშინ, როცა პირველი ტალღა ვიხილეთ ღარიბაშვილის მიერ ხელისუფლებაში, მთავრობაში მოყვანილი გუნდის, ასე ვთქვათ, გაცხრილვის, გახსოვთ რომ სულ რაღაც 2 თვის წინ ალბათ დაახლოებით ერთ ბაშად ერთ დღეს გათავისუფლდა თუ ერთი კვირის ფარგლებში როგორც კანცელარიაში ღარიბაშვილის საყრდენი ფიგურები, მათ შორის ძმები ჩხენკელები ეკონომიკურ საბჭოში თუ ჯანყარაშვილი პარტიაში, ასევე დიახ, რეგიონალურ სამსახურში მათ შორის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო მინისტრიდან დაწყებული ყველა წამყვანი პოსტზე ღარიბაშვილის მიყვანილი კადრი გამოიცვალა და ყველა სამინისტროებში ლამის, მაშინ როდესაც ვამბობთ, რომ მინისტრების დონეზეც დაიწყებოდა ცვლილებები, თუმცა მაშინვე შეეხო ერთ-ორ მინისტრს ხელისუფლება როგორც წესი, ასე ვთქვათ, ყალყზიანმდგარი ხდებოდა ხოლმე ამ მოსაზრებებს, მაგრამ ჩვენ მორიგი გადადგომა ვიხილეთ ამ შემთხვევაში ღარიბაშვილის გუნდიდან, ისევე როგორც ნებისმიერი ამ სტუდიაში მეც ბუნებრივია უსურვებ ჯანმრთელობას, ახალგაზრდა ადამიანია, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ საფუძველი ამ გადადგომის უნდა ვეძებოთ მისი ადგილმონაცვლის პოზიციაში, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ კარგახნით ადრე გაისმა, რომ სამინისტროში ყველაფერი კარგად არ არის და შესაძლოა გარკვეულ კორუფციულ გარიგებებთან კონდეს საქმე. ერთი რამ არის საინტერესო, ეხლა რომ ნოდარ ჯავახიშვილის დანიშვნით ის ალბათ შერჩეული იქნა მისი პიროვნული თვისებების და გამოცდილების გამო და ნაკლებად როგორც ფორუმის წარმომადგენელი, მაგრამ გარკვეულწილად ფორუმს ერთი ადგილი მიეცა დღევანდელ მთავრობაში, ესეც საინტერესო რამ გახლავთ. რაც შეეხება ზოგადად და მე მინდა დავადასტურო ნოდარ ჯავახიშვილს აღარც მახსოვს როდინდელი დრო ეპოქიდან ვიცნობ და თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ დღეს კარგი ადმინისტრატორია მთავრობაში, უდავოდ უნდა ითქვას ნოდარ ჯავახიშვილზე, მაგრამ რაც შეეხება ზოგადად კადრების დაკომპლექტების პრინციპს, მეც დავეთანხმები იმას, რომ კრიტიკას ვერ უძლებს
იმიტომ რომ სამწუხაროდ ქართულმა ოცნებამ გააგრძელა ის მავნე ტრადიცია, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრდა, მაგრამ გააღრმა. ოდე ეს არის კადრების მორჩილების პრინციპით შერჩევა. პირველ რიგში კადრების შერჩევისას მორჩილება ერთგულება დგას პირველ ადგილზე და შემდეგ უკვე ყველაფერი სხვა დანარჩენი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ახლა ასე პერსონალურად არ გამოვყოფდი, თუმცა იგივე ნოდარ ჯავახიშვილი ნაკლებად მიეკუთვნება ამ კატეგორიას, რაც ძალიან საინტერესოა. არის კიდე სხვათა შორის ჩვენს გუნდში, ყოველ შემთხვევაში მე რამდენიმე მინისტრს სრულად შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად არ მიეკუთვნებიან მორჩილების კატეგორიას. მაგრამ საინტერესოა ვის გულისხმობს. გამონაკლისებზე არა მაქვს მე იშვიათი გამონაკლისები არ არის და ამიტომ გეუბნები. ხო, ღმერთ მაქნას, თუმცა ზოგადად მუშაობა ამის თქმის საშუალებას და არა მარტო მთავრობა, განსაკუთრებით პარლამენტი და ამას თავად ბიძინა ივანიშვილიც აღიარებს ხოლმე ხანდახან და არც თუ იშვიათად ყოველ შემთხვევაში მედიაში გამაჟონილი ინფორმაცია ამას მოწმობს, რომ ის დიდად კმაყოფილი თავისივე მოყვანილი გუნდით არ არის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ არ უნდა ვილაპარაკოთ წარსულზე, უნდა ვილაპარაკოთ მომავალზე. ძალიან მნიშვნელოვანი როგორი საპარლამენტო სიით წარსდგება ქართული ოცნება მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე. იმიტომ რომ მომავალი პარლამენტი შეიძლება ითქვას, რომ იქნება ალბათ ყველაზე საინტერესო, ყველა წინა მორბედი პარლამენტისგან, იმიტომ რომ დღევანდელი მოცემულობით მომავალი პარლამენტი თავის სიჭრელით კი. დღევანდელი მოცემულობით მომავალი პარლამენტი იქნება მინიმუმ 5 სუბიექტიანი, თავისთავად ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა, თავისუფალი დემოკრატები, ქალბატონ ნინო ბურჯანაძის გუნდი და ინაშვილი ქარხანმოურავის პატრიოტთა ალიანსი. ნახოთ დარჩენილ წელიწადნახევრიან დისტანციაზე თუ ვინმე სხვა კიდე იმგვარად გამოიჩენს თავს, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს, თუმცა თავისთავად აი ეს კარგი გაგებით სიჭრელე, ესეთი სიუხვე მე ვიტყოდი თუ მრავალფეროვნება მომავალი პარლამენტის ჩემთვის არის ძალიან იმედის მომცემი რამ, იმიტომ რომ მაგრამ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს თავად პარლამენტში, ასე ვთქვათ, მომავალ პარლამენტში შესულ პოლიტიკურ სუბიექტებს, იმიტომ რომ მნიშვნელობა ექნება არა მარტო რაოდენობას გაყვანილი დეპუტაციის, არამედ ხარისხსაც. და რატომ გეტყვით? თავისთავად ეს კითხვა არ უნდა ისმებოდეს, ხო? რატომ მოეთხოვება პარლამენტს, რომ იყოს ხარისხიანი, კვალიფიციური და ასე შემდეგ, მაგრამ სამწუხაროდ ქართულ რეალობაში მანდ მივეჩვეთ არა კვალიფიციურ და მარიონეტ დეპუტატებს, რომ ყველაზე არ მაქვს საუბარი, უნებრივია ძალიან ბევრი ყველა პარლამენტში საპატივსაცემი პიროვნება, მაგრამ ტენდენციაა ზოგადად ასეთი. მომავალ პარლამენტმა ეს კლიშეც უნდა დაარღვიოს. რატომ გეტყვით? იმიტომ რომ მომავალ პარლამენტში არის ძალიან მაღალი ალბათობა იმისა, რომ ჩვენ მივიღოთ რეალურად კოალიციური მთავრობა. არა ისეთი, როგორც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პარლამენტის წინ შექმნა კოალიცია და შემდეგ უკვე მანვე დააკომპლექტა მთავრობა, არამედ მივიღოთ მთავრობა, მე რას გულისხმობ, რომ ვერც შეიძლება ვერც ერთმა პარტიამ მოაგროვოს. კი, ანუ უკვე პარლამენტში შეიქმნას კოალიცია, იმიტომ რომ ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოაგროვოს ხმათა საჭირო რაოდენობა, მანდატების საჭირო რაოდენობა იმისათვის, რომ ერთ პიროვნულად დააკომპლექტოს მთავრობა. ამიტომ ის იძულებული გახდება გაურიგდეს რომელიმე სუბიექტს, ან ერთს, ან ორს გააჩნია როგორი რაოდენობა დაჯდება, ხო? და იქნება, ამიტომ რომ იქნება ძალიან მაღალი კონკურენცია და იმიტომაც რომ არავის არ ექნება გარანტია, რომ არჩეული ესე ვთქვათ მთავრობა პირველ ჯერზე დაკომპლექტებული მთავრობა თუნდაც ერთი წლის განმავლობაში კვლავ იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში და ისე კი არ იქნება იქ რომ ერთ მინისტრს ვიღაცა თავისი სიმპათია ანტიპათიის მიხედვით გადააყენებს შეიძლება დაიშალოს სამთავრობო კოალიცია და მივიღოთ სრულიად სხვა კონფიგურაცია იმ მაყურებლისთვის გასაგები რომ იყოს 2 წუთი კიდევ თუ შეიძლება დაუშვათ თუ პირველ ეტაპზე მთავრობას დააკომპლექტებს ქართული ოცნება და თქვა თავისუფალი დემოკრატები შეიძლება ერთ წელიწადში ეს დაშლა ეს ვიხილოთ დაშლილი და დაუშვათ ნინო ბურჯანაძემ ან ირმა ინაშვილმა და ნაციონალური მოძრაობა ვერც ერთ კონფიგურაციაში ვაჭდება იგივე ქართულმა ოცნებამ ან თავისუფალმა დემოკრატებმა დააკომპლექტა ამიტომ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და მოდის გიხდით ვამთავრებ თუ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ქართულ ოცნებაში ვერ გაიცნობიერეს რამდენად მნიშვნელობის მქონია ხარისხიანი დეპუტაცია მომავალ პარლამენტში ისინი მოგავლენ პირველ ადგილზე მაგრამ შეიძლება მომავალი საპარლამენტო ვადა ვერ დაასრულონ როგორც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ. თქვენ ძალეთ გარანტიას ამისას ქართულ ოცნებას აძლევს დღევანდელი საარჩევნო სისტემა.
ზუსტად როგორც ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნება ჩამოკიდებული ემძველ საარჩევნო სისტემას, როდესაც იძახდა ბიძინაიშვილი, ესენი ნერამბე, აჟიოტარები, ფეოდალები და ასე შემდეგ, ხელი-ხელზე არ დაუდია, აკითი არ გაუძლევია ქართულ ოცნებას და ისე უყურებს იმას და მე გარწმუნებთ, რომ ისე როგორც გონია ქართულ ოცნებას, რომ მივა ძველი საარჩევნო სისტემით, ეს ყველა წარმოუდგენელია. იმიტომ რომ შეუძლებელია ესე ამ საარჩევნო სისტემით მოდი ვანი მინუტადეს რომ ეს შენიშნა მოინიშნოს და მე დამატებით კითხვასაც დაგისვავთ და უკვე რეკლამის შემდეგ ქალბატონი ხათუნას თეზას რამდენად ეთანხმებით მაინტერესებს იმასთან დაკავშირებით რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ბოძებული კარტბლანში ვერ გაამართლა და შემდეგ ბატონ ბიძინა ივანიშვილს მოუწია საკადრო ცვლილების განხორციელება, მაგრამ აი ეს პასუხები მაშინ რეკლამის შემდეგ დაგველოდეთ ჩვენ სულ რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით. ბარიერი კვლავ ეთერშია, ქალბატონ ანი მიროტაძის მონიშნული აქვს რამდენიმე. აუცილებლად უპასუხებ ქალბატონ ხათუნას, მაგრამ ძალიან მინდა ვთქვა მორჩილი უმრავლესობის ფენომენზე ზოგადად, იმიტომ რომ მე 1995 წლიდან მქონდა შესაძლებლობა დავკვირვებოდი როგორი პარლამენტები მქონდა და მე ამ პარლამენტებში როგორი უმრავლესობები იყო. აი განსაკუთრებით კარგად რაც მახსენდება, ჩვენს ანუ მე-7 და მე-6 მოწვეული პარლამენტები იყო, აი მე მგონი ყველა რეკორდი მოხსნეს მორჩილებაში. მე მგონი. ამიტომ ამას ვერავთ ვერ ვიტყოთ ჩვენ პარლამენტზე. თუმცა იმაში რომ 2016 წლის პარლამენტი ძალიან საინტერესო იქნება, სრულიად უნდა, არა, იდეალური ალბათ არც არაფერი არ არის, მაგრამ აუცილებლად დავეთანხმებ იმაში რომ ბევრ რისკზეა საუბარი. ისინი უფრო საინტერესო იქნება, არა ვერ ვიტყოდი, ხარისხი ცოტა ისეთი ცოტა უხეშად ნათქვამი მეჩვენება ხათუნა, იმიტომ რომ იქ ვინც არის ახლა, შესაძლოა დიდი პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს, მაგრამ კომპეტენციის პრობლემა არ არის. მაგრამ გეთანხმებით იმაში რომ 2016 წლის პარლამენტი 2016 წლის შემდეგ პარლამენტი ბევრად უფრო განსხვავებული იქნება და იმაშიც გეთანხმებით რომ ბევრად უფრო პოზიციური ბრძოლები იქნება საპარლამენტო ორგანოში. რაც შეეხება იმას გაამართლა თუ არ გაამართლა გუნდმა, ახლა 1 და 2 ადამიანი მინისტრის ან თქვათ სხვა მაღალი თანამდებობის პირის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ესე შედეგის დათვლა არ ხდება ჩემი აზრით. მე ვფიქრობ რომ მოვიდა გუნდი და გუნდი მუშაობს. არც თუ ისე ცუდად მუშაობს. რა თქმა უნდა, მე თუ მეკითხებით, მირჩევნია თუ არა უფრო მეტი შედეგი გქონდეს, რა თქმა უნდა, მირჩევნია რომ უფრო მეტი შედეგი იყოს, რა თქმა უნდა, არსებობს რაღაც საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც მე ცოტა სხვაგვარი ხედვა მაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ის არის კარგი და აუცილებლად ის მოგცემდა შედეგს. მე არ ვიცი, ხა ალბათ ჩვენ გადავხედოთ ჩვენ შეცდომებს კიდევ უფრო აქტიურად. კი, რა თქმა უნდა და საარჩევნო სისტემაზეც რადგან გაიჟღერა, მე ვიტყვი აუცილებლად რომ ნამდვილად არ არის ისე რომ ჩვენ არ ვაპირებთ საარჩევნო სისტემის შეცვლას, ვინაიდან რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორი უნდა იყოს ახალი საარჩევნო სისტემა მუშავდება, ამ წუთში ძალიან რთულია იმის თქმა, რომელ ვარიანტზე მოხდება შეჯერება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ კოალიციის ფორმატში ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობთ, ასევე ვიცი რომ დაახლოებით რა ვარიანტებია. იმედი არ დაამძიმებთ და ან კოსმეტიკური არ იქნება. არა, არ ვაპირებთ არანაირად ამძიმებას, მართლა არ ვაპირებთ, არც კოსმეტიკურს არ ვაპირებთ. ვფიქრობთ, რომ რაც შეიძლება თანასწორი იყოს და თანაბარი შესაძლებლობების მიმცემი იყოს ეს საარჩევნო სისტემა ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის. კარგია რომ არასაპარლამენტო ოპოზიციასაც თავის მოსაზრებები აქვს, არ ვიცი ხა რამდენად შეჯერდება, ან თქვა საბოლოო ჯამში რა გამოვა, მაგრამ კი, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ რეგიონალურ პროპორციულს განვიხილავთ, არსებობს კიდე რა არსებობს. ამ დროისთვის ხა ძნელია იმაზე იმის თქმა, რაზე ჩამოყალიბდებით საბოლოო ჯამში, თუმცა მე აქვე მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებით აი რაც მოახლოვდება არჩევნებს, ეს მოხდება ამ წელსვე, დარწმუნებული ვარ, რომ იმდენად მაღალი ინტერესი იქნება საზოგადოების მხრიდან და ჩართულობა იმდენად მაღალი იქნება, რომ ფიქრობ, რომ ეს ჩართულობა და თანამონაწილეობა ბევრად უფრო აისახება იმ შედეგზე, რომელიც საბოლოოდ მივიღებთ, ანუ როგორი საარჩევნო სისტემაც იქნება. ასე რომ აქვს აზრი აქტიურობას ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენ მზად ვართ ყველას. ხათუნას კი მინდა ვკითხო ლაგაზიძეს ხელახალი ნდობის გამოცხადებამდე დარჩა 2 მინისტრის გადაყენება და ხედავთ თუ არა წინაპირობას უახლოეს პერსპექტივაში, კალენდარულად უახლოეს პერიოდში იმის რომ შეიძლება მსგავსი საკითხი დღის წესრიგში დადგეს. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება? ნუ დავუშვათ
კიდევ ორი მინისტრის, რომელიც ავტომატურად გამოიწვევს თუნდაც დადგეს მთავრობისთვის ნობის გამოცხადების საკითხი, მე ამის პრობლემას დღევანდელ პარლამენტში ვერ ვხედავ. ასეთ მინისტრებს ხედავთ თუ არა, რომლებიც შეიძლება გადადგნენ თქვენ როგორც მე მივხვდით საკმაოდ გულდასმით აკვირდებით. უნდა გადადგნენ, თუმცა რაც შეეხება დღეს და გუშინ გავრცელებულ ხმებს, რომ მთავრობას სრულად შეიცვლის ბიძინა ივანიშვილი, მე ვფიქრობ, რომ მთავრობა ჯერ არ შეიცვლება ორი მიზეზის გამო, ერთი იმიტომ, რომ ძალიან ადრეა საპარლამენტო არჩევნებამდე, არავინ იცის მომავალი დაუშვათ და შეიცვალა მთავრობა, ახლად მოსული მთავრობა იქნება თუ არა იმდენად ეფექტური, რომ როგორც გითხარით, საკმაოდ გრძელვადიანი დისტანცია არჩევნებამდე წელიწადნახევარში ისეთი ეფექტური შედეგი დადოს, რომ მის მიმართ უკმაყოფილების ხარისხი მაღალი არ იყოს, ამიტომ ლოგიკურად უნდა გამოიცვალოს მთავრობა, თუ კი ამის აუცილებლობა დადგება არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, რომ არჩევნებამდე 2 და 3 მთავრობის ცვლილება არ მივიღოთ, რაც უფრო არაეფექტურობას გაუსვამს ხაზს, ვიდრე ეფექტურობაზე. მეორე, რაც მე მაფიქრებინებს, რომ დღეს არ დგას ზოგადად მთავრობის და მისი მეთაურის შეცვლის საკითხი, ეს არის 20-30-ის ანალიტიკოსების და ზოგადად გადაცემის პოზიცია, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ მთავრობის დადებითი მხარეები, რაც შეიძლება მაქსიმალურად წარმოაჩინოს, გაუსვას ხაზი და მიიტანოს საზოგადოებამდე. დღეს რომ იდგეს დღის წესრიგში მთავრობის მეთაურის და მთლიანად გუნდის შეცვლის საკითხი, ეს გადაცემა და მისი მონაწილეები აი ამ თემატიკით არ იქნებიან დაკავებული, ხო? ასე რომ ზოგადად მთავრობის ალბათ არ არის გამორიცხული, რომ ღარიბაშვილი შეცვალოს ივანიშვილმა, მაგრამ ეს იქნება სადღაც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. თუ რაიმე ექსტრაორდინალური არ მოხდა, მე ასე მგონია, რაც შეეხება მთავრობას. მე ისევ მეუბრუნდები საკადრო პოლიტიკას და საკადრო პოლიტიკის კონტექსტში ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ აქ და არა მარტო ამ ეთერში, იგივე მარგველაშვილის თემაზე, ხო? ეს არის მთავარი საკადრო შეცდომა, როგორც თავად ბიძინა ივანიშვილი აღიარებს მისი და ჩვენ რატომ უნდა ვზღოთ ეს შეცდომა, მე არ მესმის და ზოგადადაც მე გავიხსენებ იმ ბოლო, ასე ვთქვათ, ღია ეთერი იყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის რანგში ხვდებოდა ეს ექსპერტებს 3 საათი გადაიცემოდა და პირდაპირ ეთერში იყო ზუსტად წინა საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდი და მე ვიყავი, რომელმაც პირდაპირ კითხა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პირდაპირ პროპაგანდას ეწეოდა იქ მარგველაშვილის როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის, რომ აი რა მოგწონთ მარგველაშვილს ისეთი იქნება ჩვენც დაგვანახოთ რა აქვს მას როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს მოსაწონი და მხარდასაჭერი მეთქი და დღეს რატომ გვამოვნათებს ჩვენ რომ პრეზიდენტი მოგწონს მე ძალიან მიკვირს რა იმიტომ რომ როდესაც მე ყველამ საკუთარ ასე ვთქვათ საკადრო შეცდომებზე თვითონ უნდა იყოს პასუხისმგებელი და არა დაუშვოთ ლაგაზიძე პეტრიაშვილი თუ პავლეაშვილი ხო მე თუ დღეს პრეზიდენტის ინსტიტუტს ვიცავ მე ვიცავ გამოკვეთილად პრეზიდენტის ინსტიტუტს და არა კონკრეტული სახელისა და გვარის მატარებელ ადამიანს რომლისთვისაც მე ხმა არ მიმიცია და ჩვენ უნდა განვასხვაოთ მე მესმის შეიძლება ადამიანურად გულისწყრომა ბიძინა ივანიშვილის, მაგრამ ჩვენ უნდა განვასხვაოთ პიროვნული ურთიერთობები და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ურთიერთობები და რას ნიშნავს პრეზიდენტის ინსტიტუტი დღევანდელი საქართველოსთვის და გნებავთ ხვალინდელი საქართველოსთვის. თუ პრეზიდენტობის, თუ ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა დაინგრა ქვეყანაში. ვინმეს ხომ არ გონია რომ მარტო პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ მცირდება ნდობა, ჯერ ერთი არ მცირდება ნდობა და ვინც გარემოც რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილს ყავს იქნება და რეალური ინფორმაცია მიუტანონ რომ ნებისმიერ დღეს მარგველაშვილის რეიტინგს მთლიანად შეადგენს ივანიშვილის მხრიდან მისი კრიტიკა. ამაზე დგას დღეს მარგველაშვილის რეიტინგი და თუ ეს სურს ასე ვთქვათ ივანიშვილს ჯერ პრეზიდენტად დავწერე კიდეც Facebook-ზე ჯერ პრეზიდენტად მოგვიყვანა და ეხლა უკვე მისი რეალური საზოგადოებრივი წონის შეძენაზე და მუშაობს მეთქი, ну მაშინ ეს სრულიად სხვა თემაა, მაგრამ მე არ მჯერა, ასე ვთქვათ, ამ მითის შეთქმულების თეორია. ხო, არა, მე მეკრობ ეს მაინც გამორიცხულია, მაგრამ ჩემთვის არის უმთავრესი რა მე არც იმის მომხრე ვიყავი რომ თავის დროზე მარგველაშვილი გადასულიყო იმ რეზიდენციაში უბრალოდ მე მომხრე ვიყავი იმისა რომ გადასულიყო დროებით იმიტომ რომ აქ კიდევ ამბობ სახელზე და გვარზე არის საუბარი საქართველოს პრეზიდენტზეა საუბარი როგორც ინსტიტუტზე გადასულიყო დროებით სანამ ეს ათონელის რეზიდენცია აშენდებოდა ეს იქნებოდა მე ვფიქრობ გამოსავალი და ამიტომაც ხვალდაზე იგივე თბილისის მერი
ისეთივე შეცდომა იყო საკადრო და ეს გაზეთები როგორ წერენ უკვე რაღაც ხო, როგორც გაზეთები წერენ, რომლებსაც როგორც წესი ხოლმე მე ძირითადად ყვითელ პრესას გულისხმობ, რომელსაც ხშირად რეალური ინფორმაციები აქვს, ის ამასაც მიიჩნევს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკადრო შეცდომაზე. ჩვენ რატომ უნდა ვსღათ ამაზე პასუხობა, ამაზე პასუხი ჩვენ რატომ უნდა ვაგოთ ვერ ხვდები. კიდევ ერთხელ უნდა გაიმიჯნოს, თუ ვინმე დღეს უჭერს პრეზიდენტის ინსტიტუტს მხარს, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ეს არის ინსტიტუტი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ბატონო ირაკლი, თქვენ და არა კონკრეტული სახელის გვარის მატაროს თავისი წილი პასუხისმგებლობა. თქვენ თანაგუნდელები მაშინ როდესაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში იყავით, იყვნენ ასევე კრიტიკულები ბატონი მარგველაშვილის მიმართ. დღეს რამდენადაც ვიცი, პოზიცია შეცვლილი გაქვთ კარდინალურად. თქვენც ფიქრობთ ხათუნა ლაგაზის დარად, რომ ეს არის გარკვეული იერიში პრეზიდენტის ინსტიტუტის. რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება კრიტიკულები ვიყოთ აქ განსხვავებაზე ითქვა, თქვათ, პერსონალურ პირთან, პრეზიდენტი იქნება პრემიერი თუ სხვა თანამდებობის პირი, მაგრამ მეორე არის დამოკიდებულება თითქმის ინსტიტუტის მიმართ. ჩვენ ახლა აქ ხო ხედავთ, რომ ჩვენ რეალურად საქმე არა კომუნალურ და საგადასახადო პრობლემებთან გვაქვს. საქმე გვაქვს იმასთან, რომ ის უარყოფითი დამოკიდებულება, რაც ბიძინა ივანიშვილს გაუჩნდა კონკრეტულად ამ ადამიანის მიმართ, რამით უნდა გამოხატოს. მისი გადაყენება ვერ გამოვა ვერანაირად, იმიტომ მინისტრი არ არის, ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის თანამდებობის სახელმწიფო თანამდებობის პირია და ამიტომ უნდა მოხდეს მისი, ასე ვთქვათ, რო იტყვიან, აი სახალხოდ დაკნინების ცდელობა. ამიტომ რა თქმა უნდა, ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ. აი, ასეთი დამოკიდებულების წინააღმდეგი ვართ. ხოდა ამიტომ ეხლა ის განხილვა, რომ ჩვენ ეს უნდა იყოს იქ თუ არ უნდა იყოს, უკვე მეორე ხარისხოვანია. ამ გადასახლება და იყოს მე ამ ეტაპზე ვამბობ, რომ უნდა აუცილებლად ის იყოს იმ რეზიდენციაში, რომელიც რეზიდენციაშიც იმყოფება. მეც გეტყვით, თუ იმ რეზიდენციას ასე ვთქვათ, ფართობი აქვს კიდე თავისუფალი და იმის ათვისებაზეა მაინდა-მაინც ლაპარაკი, კონკრეტული წინადადება მაქვს, არ ვიცი ხლეს. არავით არ იმას არ ვამბობ, მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუტი. რა მოაკლდება, რით დაკნინდება დაუშვათ გიორგი მარგველაშვილი, იმ შემთხვევაში თუ გადავა. ცითრა არის, რომ მოაკლდება და დაკნინდება ის, ოდესაც პრეზიდენტს ეუნებიან, რომ შენ დღეს აქ უნდა იყო და ხვალ იქ უნდა იყო, რომ ყველას კარგად გვახსოვს, როგორ იყო პრეზიდენტი მე 60-ოთახიან იმაში გამოკეტილი, არავინ არ ეუბნებოდა, რომ ათონელი თქვენთვის იქნებოდა დასაწყისში, რო გადავიდა პრეზიდენტი იმ რეზიდენციაში, რომელიც იურიდიულად მაშინ მას ეკუთვნოდა, მის მერე გახდა, ასე ვთქვათ, ათონელი უკვე საპრეზიდენტო რეზიდენცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ დღეს ამაზე კამათი, ხო? თავისთავად თვითონ მოსახლეობისთვისაც მიუღებელია. ნუ ვკამათობთ, შეურაცხყოფელია. ნუ ვკამათობთ იმაზე, რაც არ არის საკამათო. ჯერ კიდე დრო აჩვენებს თითოეული ინსტიტუტი, რას დაიმსახურებს ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარე. ჩვენ მე მინდა კონსტიტუციიდან გამომდინარე ისევ აი საკადრო პოლიტიკა, მთავარი პოლიტიკას დაუბრუნდე, იმიტომ რომ ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, ხო, აღმასრულებელ ხელისუფლებას ახალებებს საპარლამენტო არჩევნების შედეგად დეპუტატები. თუ ჩვენ არ მივიღეთ პირველ რიგში საფუძველშივე ის სამართლიანი საარჩევნო სისტემა, რომელიც სისტემასაც ყველა პოლიტიკური პარტია გამოუცხადებს ნდობას, სულ მუდამ იქნება, ასე ვთქვათ, ჩვენი საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების ცხოვრება ნაკლულევადი. ის არ იქნება არასდროს რეალურად კოალიციური. რასაც ქალბატონი ხათუნა ბრძანებდა, ეს არის საღი დემოკრატიული პროცესი, რომელიც უნდა პარლამენტში არჩევნების შედეგად მოხდეს. მაგრამ არსებული სისტემა, ან თუ არსებული სისტემის კოსმეტიკური ცვლილება მოხდა, მხოლოდ ამ საღ-პროცესს არ მოხსებს. იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ მივიღეთ მაჟორიტარული მანკიერი სისტემა, რომელიც დაკავშირებული არის ხშირ შემთხვევაში ნეპოტიზმთანაც, კორუფციასთანაც, ფინანსების, ასე ვთქვათ, პირდაპირ პროპორციული არის კანდიდატის შესაძლებლობები მის ადმინისტრაციულ და ფინანსურ რესურსებთან და იშვიათად არის ხოლმე მისი პოლიტიკური რენომე გადამწყვეტი. თქვენ მეტყვით 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებს მაგალითად, ხო? მაგრამ მერწმუნეთ, ეს იყო რევოლუცია, რაც ქართველმა ხალხმა არჩევნების გზით განახორციელა. ყველა თანხმდებით ამაზე. მე ჩვენ აღარ გვინდა რომ რევოლუციამდე მივიდეს, თუ გინდათ საარჩევნო რევოლუციამდე საქმე. გვინდა რომ ნორმალური, სტაბილური პოლიტიკური პროცესი გქონდეს. ამიტომ ამ ნორმალურ სტაბილურ პროცესს ვერ შევქმნით ჩვენ
თუ ყველა პარტია რაც არ უნდა მრავალფეროვანი და სხვადასხვა პოლუსებზე მდგარი ვიყოთ, ამ პრინციპზე არ შეთანხმდებით. პარლამენტი უნდა რეალურად ასახავდეს პოლიტიკური პარტიების მიმართ ხალხის ნდობას გამოხატავს. და სამწუხაროდ კიდევ ერთხელ მეორდები, მაგრამ აპატიეთ, მაჟორიტარული სისტემა ის მანკიერი, როგორც ჩვენთან ჩამოყალიბდა თავისი საკანონმდებლო თუ ფსიქოლოგიური, ასე ვთქვათ, მდგენელით ხალხში, ვეღარ აკმაყოფილებს და ვერც დააკმაყოფილებს და დღეს კიდე როდესაც უკვე გამგებელს ირჩევენ ამის აუცილებლობა არ არის და თბილისის მაგალითზე შემიძლია თქვა 54%-მა დაუჭირა მხარი ბატონ დავით ნარმაიძეს 56%-მა მის წინააღმდეგ მიცახა. ანუ ქართულ ოცნებას რეალურად აქვს 48%. მისულთა 48%. დიახ, არჩევნებზე მისულთა 11%-მა დაუჭირა ზოგადად. 45 ვიძახი მისულთა, მაგრამ დღეს 80% წყვიტა აი მაჟორიტარული ოლქების საშუალებით 80% წყვიტავენ ნებისმიერი საკითხი გააბდა. ერთ საკითხს მინდა დაუბრუნდი, აქ ითქვა ღარიბაშვილის გუნდი და მე მინდა რომ მოდი თქვათ პირდაპირ ღარიბაშვილის გუნდი ახლა ისი არის ნათქვამი გაამართლა არ რამ გაამართლა რაში უყურეთ ახლა არაფერი გვისაუბრია შინაგან საქმეთა მინისტრს ჩიკაიძე რატო დანიშნეს ეს ახალგაზრდა კაცი რა ასეთ ჩოდნენ რა სად იყო თვითონაც მანამდე სოფლის მეურნეობის მინისტრის სტრატეგიული დარგი იყო იქ რაღაცები ათას ღარიბაშვილის გუნდი ძალიან გამახსენა ეს ნაციონალური მოძრაობა რომ მოვიდა ეკონომიკის მინისტრად ჩამოიყვანეს 25 თუ 26 წლის ბიჭი იყო უნგრეთიდან ბუდაპეშტიდან ჩამოფრინდა რო კითხეს რა საფეო ჩემი გუნდით მოვდივარ აი თავის კურსელები მოყავდა ეთყობა ბუდაპეშტი ახლა 25 წლის ესე მე მგონი რეხვიაშვილი მოვიდა თავის კურსელებთან ერთად მოვდივარო აქ მინისტრად აი იგივე სიტუაცია ეხლაც ჩემი აზრით გადაწყვეტილება ალბათ უკვე მისაღებია სანამ ყველაფერი არ დაქცეულა და ყველაფერი არ გაფუჭებულა და რეალურად თუ აპირებს ქართული ოცნება და პირადად ბატონ ივანიშვილი რომ რეალურად რაიმე სიკეთე დააწყოს ამ ქვეყანას შესაძლებელია გუნდიც არჩევნების დასანიშნია და რეალურად უნდა მოხდეს პირველ რიგში კადრების შერჩევის პრინციპი. რა თქმა უნდა პირველ რიგში უნდა მოხდეს კადრების შერჩევა, მისი პრობლემა მაგრამ რეალურად არის არჩევნების დასანიშნი პირველ რიგში არის შესაძლებელი საარჩევნო სისტემა იმისათვის რომ რასაც ირაკლი არაბდა რომ ყველა მიიღოს თანაბარ პირობებში მონაწილეობა. დავამატებდი ახლა მე დარწმუნებული ვარ ქალბატონიანიც როგორც თქვა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის პირველ რიგში თავისი პოლიტიკური პარტიის ფორუმის წარმომადგენელი მასაც წინვალეთ ესმის თუ რას ნიშნავს პოლიტიკაში პარტიის როლი. მოსახლეობას პარტია ახლა ვიცით ხო ყველა ხვდებით და ყველა პარტია მოსახლეობას მაინც და მაინც დიდი ნდობით პარტია არ სარგებლობს, ხო? რატო არ სარგებლობს? შეიძლება ერთი იყოს ობიექტური, რომ რატო უნდა ისარგებლოს პარტიამ დიდი ნდობით. მაგრამ მეორე არის ჩვენთან რეალურად პარტიული დემოკრატია არც არასდროს არ ყოფილა. ჩვენთან პოლიტიკა ყოველთვის ყალიბდებოდა ერთი ლიდერის გარშემო. ანუ ვინ იქნებოდა პრეზიდენტი, ხო? ხო, პრეზიდენტი იყო ბელადის განმასახიერებელი ფიგურა, ძალაუფლებითაც და ყველანაირად ამის დემონსტრირება უნდა გაეკეთებინა. მას სჭირდებოდა რომ რა თქმა უნდა ყოველდღე თავისი გუნდი პარტიის სახით გაფორმებული, ესე იყო რგვალი მაგი და მოქალაქეთა კავშირი, შემდეგ ნაციონალური მოძრაობა და ესეთი ჩამოყალიბების ტენდენცია აქვს ახლა სამწუხაროდ ქართულ ოცნებასაც. ამიტომ მოსული ხელისუფალი აყალიბებდა არის ქართული ოცნება ტენდენცია მოსული ხელისუფალი აყალიბებდა ასე ვთქვათ თავის პარტიას და დაკავებული იყო იმით რომ დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი როგორ მოეშთო რო იტყვიან ველიდან როგორ მოეხდინა მისი მარგინალიზაცია და მხოლოდ დეკორატიული ასე ვთქვათ ადგილი ქონოდა სხვა პოლიტიკურ პარტიას პოლიტიკურ სპექტრში ამის ასე ვთქვათ უზრუნველსაყოფად არის მიღებული არსებული საარჩევნო სისტემა. ეს მოდის შევარდნაძის დროიდან და არც ერთი ხელისუფლება ამას არ ცulis, იმიტომ რომ აი ამ დეკორაციას ყველაზე კარგად ასე ვთქვათ, ამით უზრუნველყოფს. არც არავის არ უნდა შეცვლა, სანამ ოპოზიციაში არ გადავა. სანამ არ გადავა, ეგეც არის. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ თუ ეს არ გავაკეთეთ, ჩვენი საპარლამენტო რესპუბლიკა ვერ შედგება და მეორე რამესაც ვიტყვი, რომ დიქტატურის ასე ვთქვათ, მისაღწევად ყველაზე უმოკლესი გზა არის აგრეთვე საპარლამენტო რესპუბლიკა. იმიტომ ერთი და იგივე პარტიას ირჩევენ, რო იტყვიან forever. და ორი მოდი ამ მინუტაზე რა კი ხელისუფლების წარმომადგენელი ძალიან დავჩაგრავთ, მაინც არ დავჩაგრავთ, არა, პირიქით ინცეცას, პირიქით დასაჭაგრი ნამდვილად არ არის. ნამდვილად არ აქვს და მე ერთ რამესაც დავამატებ, ვიყოთ გულწრფელები. არცერთ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე ასე ვთქვათ, არ აქვს დამოუკიდებლად სახელმწიფოს მართვის პოტენციალი. ამიტომ თუ ჩვენ
არ შევქმნით ის პირობა, რომელზეც აქ საუბარი იყო, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით ჩვენ კეთილი ვინებოთ და კოალიციური მმართველობა შევთავაზოთ და გავახორციელოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სულ პოლიტიკური კრიზისი იქნება საქართველოში, გადაზრდილი მსოფლმხედველობრივ დაპირისპირებაში და ასე შემდეგ და სისტემა თუ შეიცვალა, რა ძალა ქალბატონო ხათუნა აუცილებლად ის იქნება. თუ არ შეიცვალა სისტემა, იქნება ხელის გადაგრეხვა და ისევ იმ წრეზე მაგი მინდა ზუსტად თქვა ქართული ოცნების ერთ-ერთი უმთავრესი დანაპირები იყო და უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის რომ ის შექმნიდა იმგვარ პოლიტიკურ სისტემას, სადაც რამდენიმე პოლიტიკურ ძალას ექნებოდა ერთნაირი შანსი განვითარების, ერთნაირი რესურსები. და აქედან გამომდინარე, ვალდებულია ქართული ოცნება ეს მისი ერთ-ერთი უმთავრესი დანაპირები შეასრულოს და შექმნას იმგვარი სისტემა, მათ შორის საარჩევნო, რომელიც ხელს შეუწყობს პარლამენტში სრულფასოვნად იყოს წარმოდგენილი რამდენიმე პოლიტიკური ძალა, რომელთა შორის კონკურენცია ჩვენ ყველაზე საუკეთესო შედეგს დაგვიდებს, რაც დღემდე ქონია ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში და ეხლა მართლა ისეც არ არის მარტო საკრიტიკო კონდეს დღევანდელ ხელისუფლებას ის რომ რაცაც ის აკეთებს, ის ხალხამდე ვერ მიაქვს, ეს მისი ყველაზე დიდი სისუსტეა, მე ვიტყოდი, თორემ ბევრი რამ მართლაც ისეთია, რაც რისიც წინა ბევრ ხელისუფლებებს შეშუქება. მოდით მაშინ ანიმ გიპასუხოს. გზობს თუ არა იგი თავს როგორც ფორუმის წევრი ერთი ფრაზა ამავთავრებ რომ ესა მე აღარ ჩავერთო და ის წვლილი რაც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა ზოგადად ქართულ მოძნებამ როგორც ხელისუფლებამ ხო ამ წვლილს დააგვირგვინებს მისი კეთილი ნება, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს. რეალურად ხომ ბევრი რამეა მასზე და მის სიტყვას დამოკიდებული და ყველაფერი იმას, რაც მან გააკეთა ქართული საზოგადოებისთვის, გააკეთოს ისიც, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს და გახდეს იმგვარი, რომელიც უზრუნველყოფს რამდენიმე თანაბარ ძალოვანი პარტიით დაკომპლექტებული პარლამენტის მიღებას. დიდი მადლობა. კარგი, ტანა, გრძნობთ თქვენ თავს გარკვეულად და შეიძლება არასწორი სიტყვა დაჩაგვრულად გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ პარტია ქართული ოცნება იმდენად ძლევამოსილი დომინანტია, რომ დაუშვათ იგივე ფორუმი იკარგება იქ და არ ეძლევა საშუალება კონკრეტულ გადაწყვეტილებებში მიიღოს მონაწილეობა და ასევე თქვენი სხვა კოლეგების კოალიციის შემადგენლობით. ხო, ის ბევრჯერ უკითხავთ ეს, მაგრამ აი ხა მართლა რეალობა არის ასეთი, რომ აი დაჩაგრულად რომ მიგრძნო თავი, აი რაღაც უნდა ბევრი წინააღმდეგობა უნდა გქონდეს გაწეული, ძალიან ბევრი წინააღმდეგობა და თქვა შენი პოზიცია ვერ გქონდეს გატანილი. და უშედეგო იყოს, ხო? ახლა მე ასეთი არ მახსენდება. თუ იმას მეკითხებით, მომწონს თუ არა ყველაფერი, რასაც თქვა უმრავლესობის რაც კითხეთ იმას გეკითხეთ. ამას გეუბნებით, რომ ესე რომ ყოფილიყო მაშინ, რა თქმა უნდა, მე ვიგრძნობდი, რომ მე ვერაფერი ვერ გამაქვს, მე რა პოზიციაც მაქვს ამასში, ჩემი პარტნიორები არ მეთანხმები და მაშინ ვერ ხედავ აქ ჩემს აქ. ასეთი მოცემულობა არ არის. ახლა თუ უმრავლესობა რაღაც გადაწყვეტილებაში ჩვენ ვართ უმცირესობა სიტყვაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში პარტიულადაც არის, ხშირად მე ვარ ხოლმე უმცირესობაში, მაგრამ არა როგორც ეროვნული ფორუმის წევრი, არამედ ადამიანი, რომელიც თქვათ, განსხვავებულად ფიქრობს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. არც არავის არასოდეს ამაზე პასუხი ჩემთვის არ მოუკითხავს. ეს გადაწყვეტილება რატომ მივიღე? დარწმუნებული ვარ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში რომ ყოფილიყავი, სამაგალითოდ ვიქნებოდი დასჯილი ჩემი გადაწყვეტილებების გამო. ეს მოასწრეს მათ ჩემი ოჯახის წევრის ციხეში ჩასმა, ეს სხვა თემაა, მაგრამ კიდევ კარგი რომ დიდხანს ეს არ გაგრძელდა, მაგრამ მე ვამბობ რომ მე ვიქნებოდი სამაგალითოდ დასჯილი, როგორი არ უნდა იყოს დეპუტატი ურჩი. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ რადიკალური სხვაობა, რაც შეეხება კარგია რომ ჩვენ აი 5 ადამიანის ხედავთ ვართ და ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე ვსაუბრობთ, რომელიც არის საარჩევნო სისტემა და ახლა ჩვენ რამდენი აზრიც არ უნდა გამოვთქვათ აქ და ვთქვათ შესაძლოა ოდნავ განსხვავებული პოზიციები გქონდეს, საერთო პოზიციაზე ვთანხმდებით ყველა, რომ სისტემა რა თქმა უნდა იყოს სამართლიანი ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის. მე არ ვიცი თქვენ რამე ისეთი კონკრეტული ინფორმაცია გაქვთ თუ არა, რომელზეც დაყრდნობითად შეიძლება თქვათ, რომ არა ხელისუფლებას არ უნდა, უფრო დემოკრატიული საარჩევნო სისტემა, მაგრამ მე საკმარისება, იმიტომ რომ მუშაობა დაწყებულია, იმიტომ რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მე კიდევ ერთხელ გითხარით, მე არ ვარ ამ ჯგუფებში ჩართული, მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის მხოლოდ სახელისუფლო ძალის მთავარი საკითხი, ეს არის ახლა ყველაზე მთავარი კიდევ ერთი გამარჯვება იქნება. ჩვენ ხო 2012 წელს გავიმარჯვეთ რეჟიმზე. 2016 წელი უნდა იყოს გამარჯვება თანასწორ და სამართლიანი არჩევნებისთვის.
და ამისთვის რა თქმა უნდა ჩართულობა უნდა იყოს ძალიან მაღალი ყველა მხრიდან, არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, სამოქალაქო სექტორის მხრიდან, საზოგადოების თითოეული წევრის მხრიდან, რომ ჩვენ, თქვათ, აი ყველაზე ცუდი სცენარი ვთქვათ, ჩვენ არ მოგცეს ხელისუფლება, შესაძლებლობა დანარჩენმა საზოგადოებამ, რომ საარჩევნო სისტემა მოვარგოთ ჩვენს ინტერესებზე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საკმარისი დროა იმისთვის, რომ ყველამ ერთად ახლა გადავწყვიტოთ, რომ ჩვენ გვჭირდება არჩევნები და საარჩევნო სისტემა ისეთი, რომელიც რეალურად გამოხატავს განწყობას პოლიტიკური ძალების მიმართ საზოგადოების. დიახ, მე კიდევ ერთხელ მე პირადად და მე ამ შემთხვევაში უფრო კონკრეტულად შემიძლია ვისაუბრო ჩემი პარტიის სახელით, ეროვნული ფორუმი რა თქმა უნდა მზად არის იმისთვის, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით თითქმის 24 საათიან რეჟიმში იმუშაოს. ვიცი სხვა პოლიტიკური კოალიციაში შემოველი პოლიტიკური ძალების პარტიების პოზიციაც, მაგრამ მე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში მხოლოდ ჩემი პარტიის სახელით, ვინაიდან ყველა ალბათ თავისი პოლიტიკური ძალის სახელით ვისაუბრებს. მე ვარ ჩართული ამ საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით, სამცველებთან დაკავშირებით და შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი არ კეთდება ქართული ოცნების მხრიდან. მოხდა შეხვედრები, ყველა ოპოზიციური ძალა, ყველა არასაპარლამენტო ოპოზიცია. დიახ, ამდულად რო გაყავს გეთანხმებით გამოხატნა, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, ყველა თანხმდება, შეთანხმება მოხდა რაღაცა საერთო ინტერესებით. იგივე რა თქმა უნდა იქაც არის რამდენიმე ვარიანტი, რომელიც შეიძლება ქართულ ოცნებას შეთავაზოს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ან არაფერი არ შეიცვლება, ან შეიცვლება კიდევ აი ესე ცოტა ეშმაკურად უარესობისკენ. ქართული ოცნება თუ ვერ ხედავთ პერსპექტივას, სიკეთის პერსპექტივას, იქნებ აზრი არ აქვს თქვენს ყოფნა საბჭოში, რატომ? არა, პერსპექტივას ყოველთვის აქვს აზრი, ყოველთვის აქვს აზრი რომ იბრძოლო, ყოველთვის აქვს აზრი რომ დაუშვათ მიიტანო, მოსახლებამდე მიიტანო, იგივე ყველა არის ჩართული ამ საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით, იგივე არასამთავრობო, იგივე ყველა პოლიტიკური პარტია, უბრალოდ ფაქტი სახეზეა, რომ ქართული ოცნება და იმ ძირითად თემას რო დაუბრუნდეთ, დაწყებული იქიდან თუ რა საკადრო ცვლილებებს ახორციელებს, თუ რა იყო მისი დანაპირებები, ძირითადი დანაპირებები, რომელიც ვერ შეუსწვა მოსახლეობას პირველი შვილის სამმართველობის აღდგენაზე ვისაუბრო და ეს უამრავი დანაპირები, რომელთაც ის ვერ წარდგება არჩევნებზე, ესე თავისუფლად 4 წლის მერე, ამიტომაც ის ფიქრობს, რომ მისთვის ყველაზე დიდი გარანტორი იმისათვის, რომ არჩევნები მოიგოს, ეს არის რომ დატოვოს ძველი საარჩევნო სისტემა. დავაზუსტებ უბრალოდ ეთყობა მე ცოტა დავაკელი ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ კოალიციამ უნდა წარმოვადგინოთ ჩვენი პოზიცია, ხო? ეხლა მე ასე ვფიქრობ. მე გეუბნებით, რომ შიდა კოალიციური კონსულტაციები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ისევე როგორც მიმდინარეობს უკვე არასაპარლამენტო ოპოზიციას, მაგრამ მე ვამბობ, რომ არავითარი დროის გაყვანის პროცესი ეს არ არის. სხვა საკითხია ჩვენს მიერ წარმოდგენილი ვერსია, რამდენად იქნება დანარჩენი ოპოზიციური ძალებისთვის მისაღები, ეს უკვე შემდგომი განხილვის და კონსულტაციების და თქვა კრიტიკის თემაც შეიძლება იყოს მე, მაგრამ ამ ეტაპისთვის ნამდვილად გვაქვს შიდა კოალიციურ ფორმატში რამდენიმე ვარიანტი, რომელზეც მუშაობთ. რა მგონია ახლა ამას პრინციპული მნიშვნელობა ქონდეს, მოხდება თუ არა პოლიტიკურ სისტემაში რაიმე ცვლილებები, მე ამაში ხმად ვარ დარწმუნებული. მაგრამ აი დავით უსუფაშვილისთვის, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეა და გამოკვეთილი პოლიტიკური, ასე თქვათ, სახე გააჩნია, აი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისი პოლიტიკური სახისთვის, როგორც პარლამენტის ხელმძღვანელისთვის, თუ როგორ პოლიტიკურ მემკვიდრეობას დატოვებს ის მომავალი პარლამენტის არჩევნებისთვის და რატომ არა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილისთვის, ამაზე ჩვენ ქვემოთ უკვე ბევრი ვისაუბრეთ. სამწუხაროდ აღარ გვაქვს არც ერთი წუთი. ძალიან დიდი მადლობა ირაკლი ქადაგიშვილი, ანი მიროტაძე, ზაზა ვეკოა, ხათუნა ვარგაზიძე, დიდი მადლობა გადაცემაშტუმრობისთვის. ბარიერის დასკვნით ბლოკში თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ რა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება დედაქალაქში. დაგვილოდეთ ჩვენ რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით.